პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. გადაცემის სპონსორია კომპიუტერული ტექნიკის სახლი GeoBit. აღმოაჩინე შენთვის სასურველი კომპიუტერული ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად. GeoBit. სასწრაფო კომპიუტერული დახმარება, მომსახურების სრული პაკეტი, 24 საათიანი უფასო საინფორმაციო უზრუნველყოფა და დიაგნოსტიკა თბილისსა და რუსთავში. GeoBit. 10 წლიანი გამოცდილება და მსოფლიო გარანტია. GeoBit.G 220 77 77 ფალიაშვილის 16 მრგვალ ბახთარ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომელიც არის ჩვენი სპონსორი და აფართოებს თავის მაღაზიათა ქსელს, კომპანია GeoBit. თბილისში ხსნის პირველ მაღაზიას. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიის PR მენეჯერთან, გონცა მაღლაგელიძესთან. მოგესალმებით, გონცა. მოგესალმებით. პირველ რიგში რადიოს ფინალს დასაწყისში ვეუთხრათ, როდის და თბილისში რა ადგილას იხსნება თქვენი პირველი მაღაზია დედაქალაქში. აუცილებლად ჩვენი პირველი მაღაზია უკვე თბილისში იხსნება 5 თებერვალს. ჩვენ მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს ვაჟებშაველას 27 ნომერში, ასე რომ გელით ყველას 5 თებერვალს. ასე თქვა სანახაობრივი შოუ დაიწყება პირველი საათიდან და ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველით ვინ იქნება ჩვენს იღბლიან მომხმარებლებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქცია გვაქვს, აქციების კრებული გვაქვს და ძალიან ბევრი სურპრიზი ვთავაზობთ, ვინც ჩვენი სერვისით ისაგებლებს, ასე თქვა. თუ შეგიძლიათ რომ ჩამოთვალოთ, გამოულაგოთ რადიოს ფინალს ის აქციები, რაც იგეგმება. რაც შეეხება აქციებს. პირველი და ძალიან სერიოზული აქცია იქნება ის, თუ 5 თებერვალს გახსნას ჩვენთან მოვა ჩვენი მომხმარებელი და შეიძენს ნოუთბუქს, მას შეუძლია ნახევარ ფასად წაიღოს Asus-ის პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც არის 8 ინჩიანი, რომელსაც მოყვება თავისი ლიცენზირებული Windows-ი და რომელიც არის იდეალური ნებისმიერი საქმიანობისთვის, ინტერნეტი იქნება თუ საოფისე საქმიანობა. რაც შეეხება მეორე აქციას, ეს და მეორეს გადავალთ. ნოუთბუქს ვინც იყიდის, ანუ ნახევარ ფასში აძლევთ Asus-ის ტაბს. არ მოგესმათ, ნამდვილად ნახევარ ფასში ვაძლევთ. ან მაგალითისთვის რო ვთქვათ, თუ ეს ტაბი ამჯერად ღირს დაახლოებით 600 ლარამდე. ჩვენს მომხმარებელს, ვინც ნოუთბუქს იყიდის, შეუძლია ეს ტაბი წაიღოს 300 ლარის ფარგლებში. 300 ლარს ყოველ შემთხვევაში არ გადაცილდება ფასი ნამდვილად. ნოუთბუქების კონკრეტულ მოდელს ეხება ეს თუ ნებისმიერ ნოუთბუქს, რომელიც თქვენი მაღაზიის დახზე იქნება განთავსებული? თქვენი მაღაზიის დახზე იქნება განთავსებული. ნოუთბუქების ფასები 500 ლარიდან იწყება, ზემოთ მიდის 500 ლარიან ნოუთბუქსაც შეიძენენ. ჩვენ ნახევარ ფასში ვატანთ Asus-ის ტაბლეტს. მეორე აქცია რა გვაქვს? მეორე აქცია იქნება უკვე მომსახურების სფეროში, ასე ვთქვათ. პირველ 50 მომხმარებელს რაც არ უნდა შეიძინოს, მან ჩვენთან იქნება ეს ფლეშ მეხსიერება, იქნება ეს თუნდაც ინტერნეტის კაბელი, არ აქვს მნიშვნელობა. მას გადავცემთ 50 ლარიან მომსახურების ბარათს. ეს მომსახურება ვრცელდება ყველაფერზე, როგორც უკვე იცით, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, all-in-one კომპანია, რომელიც როგორც ყიდის, ასევე სერვისს თავაზობს თავის მომხმარებელს. იქნება ეს თქვენი კომპიუტერის შეკეთება, იქნება ვთქვათ ქსელის გამართვა, იქნება პრინტერების შეკეთება, კარტრიჯის დატოვნა. ამ 50 ლარიან ბარათში შედის ყველა ეს მომსახურება. ანუ ამ 50 ლარის გამოყენება შესაძლებელი იქნება სერვისული მომსახურების სფეროში. და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში ნებისმიერი იქნება ეს 5 ლარიდან დაწყებული თუ ზემოთ ზუსტად ერთი კვირის თავზე გელოდებით არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. ჩვენ როგორც სტრაფი კომპიუტერული მომსახურება გვაქვს და ჩვენი ბრენდირებული მოტოციკლები გვყავს, ასე ვთქვათ, და ამ მოტოციკლებით მოვაწყობთ ვაჟებშაველა, ასე ვთქვათ, პავლოვის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა მსვლელობას. ეს იმიტომ რომ თქვენი მაღაზიაც იქია განთავსებული. ჩვენი მაღაზიაც რა თქმა უნდა იქ არის განთავსებული ვაჟებშაველას 27 ნომერში. ეს არის დაახლოებით დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. და სანახაობრივად ძალიან კარგი იქნება, ჩვენი მომხმარებლები ნამდვილად არინანებენ თუ მოვლენ ჩვენს გახსნაზე. გელოდებით ყველას. თქვენი მაღაზიის გახსნა ეს არის თქვენი კომპანიის განვითარების მომდევნო ნაბიჯი, ალბათ მომდევნო საფეხურზე გადასვლის აღნიშნული მოვლენა. ყველაზე დიდი დივიდენდი ალბათ რაც თქვენმა კომპანიამ მოიპოვა არის ის რომ გამყარდა იგი რეგიონში და უკვე გამოდის დედაქალაქში, ხო ასპარეზზე. სადაც არ არის მარტივი მუშაობა, არ იქნება პროფესიული თვალსაზრისით ამბობ. ჩვენი მიზანი
როდესაც იხსნებოდა ჯეობიტი, მაშინვე იყო რუსთავის კომპიუტერიზაცია. ეს იყო 10 წლის წინ და ასე ვთქვათ, ჯერჯერობით უცხო თემა იყო. ჩვენ ვთვლით, რომ ამ მიზანს მივახციეთ უკვე, იმიტომ რომ რუსთავში ყველას აქვს უკვე კომპიუტერი, ასე თუ ისე და 80% კომპიუტერული ვთქვათ, მფლობელების ჩვენი მომხმარებელი არის დიდი კომპანიების, ორგანიზაციების. ახლა თქვენი კომპანიის წარმატებულობაზე თუდაც ის მიუთითებს, რომ როდესაც ჯეობიტი იქნებოდა და რუსთავის კომპიუტერიზაცია იყო გეგმაში, თქვენ ალბათ პატარა იყავით და მაშინ სხვა ადამიანები მეთვალყურებდნენ ამას და მე ვიყავი მაშინ 12 წლის. ახლა უკვე აი თაობა გამოიცვალა იგივე კომპანიაში და თქვენ უკვე PR-ს უნდა მიხედოთ და დედაქალაქში გამოხვედით. მე და ჯეობიტი ვიზრდებოდით ფაქტიურად ერთად. ახლა ხანს დავამთავრე მე ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი PR-ის განხრით, მენეჯმენტის განხრით და ვცდილობ რომ ამერიკული ცოდნა, ევროპული ცოდნა რაც ამ სფეროში ზოგადად ხდება და რაც დაგროვილი არის, ასე ვთქვათ, ჯეობიტს განვაცდებინო იგივე. და ამით გავზარდო. პირველ რიგში ანუ რაცაც მინდა ხაზი გავუსვა ეს არის რომ ჩვენ ძალიან დაბალი ფასები გვაქვს. ეს არის ჩვენი მიზანი. რომ მოვერგოთ ძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონდს, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოში არსებობს. ვიცით ჩვენ ეს შესაძლებლობა აქვს ხალხს, ასე რომ მინდა მომხმარებელს მოუწოდო, რომ არ დაგეწაროთ 5 თებერვლიდან შეადარეთ სხვა კომპიუტერულ მაღაზიებთან ფასები და თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით, რამდენად იაფად გთავაზობთ ჩვენს პროდუქტს. თან საუკეთესო ხარისხს, საუკეთესო მომსახურებით, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი მაღაზიის მასშტაბური მაღაზია იქნება, გახსნა იგეგმება რუსთავში. ჩვენ ძალიან დიდი შენობა ავაშენეთ, რუსთავის ფასადებთან შედარებით ძალიან გამორჩეული არის. დიზაინით, რა თქმა უნდა, და გადავალთ ძალიან მალე. თან ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ გვეყოლება ჩვენი საკუთარი ბენდი, ჯეობიტ ბენდი, რომელსაც ჩვენი დირექტორი ზაზა მაღლაკელეძე წარუძღვება, ასე ვთქვათ, ბას-გიტარისტი არის და ასე მუსიკასთან და კარგ განწყობასთან ერთად გავაგრძელებთ მოღვაწეობას. ესე იგი, ვინც ტექნიკის საყრდნად მოვა თქვენს ბრენდირებულ მაღაზიაში, ესე იგი მუსიკასაც მოусმენს. მუსიკასაც მოусმენს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასაც მიიღებს. მაღაზიების ეს რაოდენობა ალბათ იმ ხრივაც იმოქმედებოდა, რომ გამოცდილება დაუგროვდებოდა თქვენს თანამშრომლებს. ახლა თქვენ ახალი შტატები დაიმატეთ თუ რუსთავისში უკვე გამოცდილება მიღებული წარმომადგენლები, კონსულტანტები გამოყავთ თბილისში? იცით როგორ არის? ამ წუთას ასე ვთქვათ ჰიბრიდული ვარიანტი გვაქვს. ვიღებთ ახალ კადრებსაც და რუსთავიდანაც წამოვყვანთ. ან ჩვენ ჯეობიტს გვაქვს სპეციალური ტრენინგ ცენტრი შექმნილი, სადაც გადამზადებას ვუტარებთ ჩვენ ახალ კადრებს. ჩვენი მიზანი საერთო ჯამში ის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქონდეს კომპიუტერი, რაც შეიძლება მეტ ადამიანმა გამოიყენოს ჩვენი მომსახურება და ჩვენი მიზანი ასევე რომ გავზარდოთ ახალგაზრდები. გავზარდოთ ახალგაზრდები აი ამ სფეროში, კომპიუტერულ სფეროში. კადრებს რა თქმა უნდა მივიღებთ. არ გვჭირდება სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თვითონ მოვამზადებთ ყველა სტუდენტებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ითანამშრომლოს ჩვენთან. გარდა იმისა, რომ ახალი მაღაზია იქნება, ფასები იქნება დაბალი და პირველ დღეს საერთოდ აქციებია, რადიო მსმენელს სამ ინფორმაციასაც ვაწვდით, რომ შეუძლიათ მოგმართონ დასაქმების სურვილებმაც ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა მოგმართეთ, არის ხოლმე ძალიან უკმაყოფილება, რომ აი ითხოვენ ყველგან სამუშაო გამოცდილებას. ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ჩვენ თვითონ შეგასწავლით ყველაფერს და მოგცემთ სამუშაო გამოცდილებას. სად როგორ უნდა მოგმართონ ადამიანებმა? ჩვენ გვაქვს ჩვენი ვებსაიტი www.geobit.lg, გვაქვს ასევე იმეილი, შეგიძლიათ მოგაკითხოთ უკვე თბილისის ახალ ოფისში, როგორც უკვე თქვა, ვაჟაშაველას 27 ნომერში, უყურადღებოდ ნამდვილად არავის არ დავტოვოთ. ასორტიმენტი ციფრული ტექნიკისა, რაც თქვენ მაღაზიაში უნდა იყოს, როგორი იქნება, თქვა, გასაგებია უკვე ახსენეთ და იქნება კომპიუტერები, ანუ ლეპტოპები, ნეტბუქი, პლანშეტები, სმარტფონებიც ალბათ იქნება. სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა იქნება თუ მხოლოდ ცალსახად კომპიუტერული ციფრული ტექნიკა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ნაკლებად იქნება, როგორც უკვე თქვით, თქვენ რაც ახსენეთ, ცალსახად კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები იქნება, იმიტომ ჩვენ ვუშვებთ გამონაკლეს, ოღონდ ვუშვებთ ძალიან ისეთ გამონაკლეს, ჩვენ მხოლოდ შემოგვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის ტელევიზორები. ანუ ამ შემთხვევაში აღიარს თუ არა, ვიცი Philips-ის ტელევიზორებზე ლაპარაკი, რომელიც ევროპულ ბაზაზე აწყობილი, ანუ მომხმარებელს ხშირად აქვს პრეტენზია. ევროპა და არა ჩაინა. და არა ჩაინა, დიახ. არის ევროპულ ბაზარში პოლონეთში აწყობილი ეს ტელევიზორები. სმარტფონები რა თქმა უნდა არის და ყველაზე დაბალ ფასად ხაზს გავუსვამ. შეგიძლიათ შეადაროთ, არ დაიზაროთ. ასევე ნებისმიერი აქსესუარი, რაც კი შეიძლება თქვენ კომპიუტერს დაჭირდეს, შეგიძლიათ ჩვენთან მოიძიოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი ამ სფეროში და რა თქმა უნდა მომსახურება. დიახ, ტექნიკასთან ერთად თქვენს დავაზოთ მომსახურებას, რომელზეც ალბათ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ამაზე განვაგრძოთ დიალოგი სავალდებულო სარეკლამო ჭრის შემდეგ რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში.
კვლავ პირდაპირ ეთერში გრძელდება გადაცემა ტერაბაიტი, მოგესალმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ იმ სიახლეზე, რომელსაც კომპანია GeoBit-ის თავაზობს მომხმარებელს თბილისში მომავალ კვირას ზუსტად ერთი კვირის თავზე. ამ დროს უკვე გახსნილი იქნება GeoBit-ის კიდევ ერთი მაღაზია, ოღონდ ამჯერად უკვე თბილისში და ამ მაღაზიაში როგორც უკვე ჩვენმა სტუმარმა GeoBit-ის PR მენეჯერმა სამალაგლიძემ გითხრა, იგეგმება არაერთი PR აქცია, მათ შორის არის ის, რომ პირველ 50 მომხმარებელს 50 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა და ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერი შესაძლებლობის და ნებისმიერი ზომის ნოუთბუქის შემძენს ნახევარფასად დაახლოებით 300 ლარის რადიუსში მიეცემა Asus-ის კარგი ტაბი ლიცენზირებული Windows-ით. გონი სწორად გიყოლა. ყველაფერი სწორად ჩამოაყალიბეთ. კარგით, ჩვენ ისიც აღნიშნეთ, რომ ეს არის პირველი მაღაზია თბილისში, თორემ მანამდე გქონდათ რუსთავში მაღაზიები და გავთ. აი რუსთავში შესაძლებლობებზე რო ვისაუბროთ, როგორი იყო თქვენი ბექგრაუნდი, როგორ მოხვედით აქამდე და რა არის თქვენი გეგმა? რუსთავში, როგორც უკვე ვთქვით, დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა. მაშინ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ამ ბიზნესის შესახებ. რა ხდება ახლა? რუსთავის, როგორც უკვე ვთქვით, 80% არის ჩვენი მომხმარებელი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში ხარისხიანი პროდუქტი, ჩვენ გვაქვს კარგი მომსახურება, ხალხი გვენდობა, რაც მთავარია. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ თბილისშიც რომ შემოვედით, ხალხმა, ასე ვთქვათ, ჩვენი ნდობით ისარგებლოს. ჩვენ როგორც მაღალ პროდუქციას ვთავაზობთ, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს. ანუ თქვენ თქვით რომ ეს არის მაღაზია პირველი, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა თბილისში მაღაზია პირველი, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება თბილისში მოღვაწეობის, იმიტომ რომ ერთი წელია მხოლოდ მომსახურებით. მაგრამ არა როგორც მაღაზიის. არა როგორც მაღაზიის, კი. და ჩვენ აქ უკვე მოვიპოვეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რომლებიც შეგვპირდნენ რომ აუცილებლად გადმოყვებით იმისა მიუხედავად რომ ადგილი შევინაცვლით და ვაჟებშაველაზე გადავედით. რუსთავს რაც შეეხება, რუსთავში როგორც უკვე ვთქვით, ხსნით უკვე დიდ მაღაზიას და ვაპირებთ რომ ასე ვთქვათ ერთპიროვნული ლიდერები ვიყოთ და დავრჩეთ კარგი ხნის განმავლობაში. მით უმეტეს კომპიუტერული ბიზნესი და თვითონ ეს სფერო ისეთი კონკურენტული არიანია, მოდუნების უფლებას ძალიან ცვალებადია. წამის მე ასეთ შეიცვლება ყველაფერი უკვე სიახლე რაც შენ ასე ვთქვათ შემოიტანე უკვე ძველი არის, გაიტან კომპიუტერს მაღაზიიდან ის უკვე ძველად ითვლება. არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას ეს სფერო და ეს ტექნიკური ბიზნესი. ასე რომ ყოველთვის ფორმაში ვართ და ყოველთვის მზად ვართ ვაკეთოთ საუკეთესო. გაქვს ძალიან საინტერესო პროდუქტი, სასწრაფო კომპიუტერული მომსახურება. და როგორც უკვე განმარტეთ თბილისში თქვენმა ამ საქმიანობამ გარკვეული შედეგები გამოიღო, ხო? და თქვენი ნიშა უკვე იპოვეთ. ვიპოვეთ რამოდენიმე სერიოზული მომხმარებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ორგანიზაციებს ძალიან კარგ პირობებს ვთავაზობთ, ხელშეკრულებებს ვუდებთ და ძალიან იაფად ვემსახურებით, მით უმეტეს ორგანიზაციებს თქვენს გეცოდინებათ, რამდენი რამ ჭირდებათ კომპიუტერის სფეროში. იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს IT ყავს, ჩვენ დახმარება მაინც საჭირო არის ხოლმე. რაც შეეხება მომსახურებას უფრო ცვლად რო ვისაუბროთ, ანუ ეხლა მაღაზიასთან ერთად ეს პლუსი იქნება, იმიტომ რომ მომხმარებელი შეიძენს ერთ ადგილას და აღარ მოუწევს ნივთს, თქვა ტექნიკას, აღარ მოუწევს რომ ვიფიქროს შემდგომი მომსახურებისთვის სად წავიდე, ვაიმე რა გავაკეთო. ჩვენ ვიქნებით იქვე. ანუ არ დაჭირდება მომხმარებელს სხვადასხვა ადგილებში სიარული და სხვადასხვა ტექნიკაზე მომსახურებები სხვადასხვა ადგილას მიიღება. მომსახურებაში შედის როგორც კომპიუტერის პროგრამული შეკეთება, ისე ფიზიკურად შეკეთება ტექნიკური მხრივ. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, ეს როგორც უკვე თქვი, ვინ ძალიან ბევრს ბეჭდავს, იმიტომ რომ კარტრიჯებზე და პრინტერებზე ძალიან საკარტრიჯე მეურნეობა როგორც საუკეთემა. დიახ, თან აუცილებლად უნდა ვახსენო ის, რომ ჩვენ კარტრიჯებს ვტენით დაზგური მეთოდით, ხელით არ ვტენით, იმიტომ რომ ვუფრთხილდებით ჩვენ თქვენ კარტრიჯებს. და ასევე მოგმარაგებთ სათადარიგო ცხოვრების ვადას უხანგრძლივებს. რა თქმა უნდა, უხანგრძლივებს და ნაკლებად ვიჭდება, ნაკლებად უფრო დიდ ხანს ძლებს, ასე ვთქვათ და ბევრ ფურცელს ბეჭდავს. რაც შეეხება სხვა მომსახურებას, სწრაფი რომ არის, ჩვენ მოტოციკლებით მოძრაობთ, როგორც უკვე ვთქვით და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანის გამოძახებაზე ვიქნებით მასთან სახლში და ადგილზევე მოვასახურებით. ანუ გარდა ორგანიზაციებისა, ემსახურებით კონკრეტულ ინდივიდებს. ფიზიკურ პირებს, რა თქმა უნდა, ემსახურებით. თქვათ თქვენთან იყიდა ადამიანმა ნოუთბუქი ან სტაციონარული კომპიუტერი, თქვათ გაფუჭდა და საჭიროებს შეკეთებას ადგილზე ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში რა ხდება? თქვენ წარმომადგენელს
რომელიც მოტოციკლეტით მოვა და დაადგენს რომ აქ ვერ კეთდება თვითონ მიაქვს თქვენთან შესაკეთებლად რა თქმა უნდა მას შეუძლია თვითონვე წამოიღოს ეს კომპიუტერი შესაკეთებლად და ჩვენ ანუ შესაკეთებლად წამოღება ეს კიდევ არაფერი არის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გარანტიის პირობები ამ შემთხვევაში თქვათ მომხმარებელი თბილისში თუ იყიდის რაიმე პროდუქტს და გაუფუჭდება მას უწევს თვითონია რომ სამ პროდუქტის შესაკეთებლად ჩვენ შემთხვევაში ჩვენ წავიღებთ ოფისში ჩვენვე მივხედავთ ამის გარანტიაზე წაღებას მოტანას და ეს არის ხაზი მინდა გავსვამ სოფლიო გარანტია ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენთან აყიდი ტექნიკა თუ გაგიფუჭდეთ და იმყოფებით სხვაგან ნებისმიერ ქვეყანაში მიბრძანდებით სერვის ცენტრში და იქ უარს არავინ არ გეტყვით ამის გაკეთებას იმიტომ რომ ეს არის ოფიციალური გარანტია და ხას უსვამ კიდევ იმას რომ მომხმარებლის ყველაზე ნაკლები ძალისხმევით ხერხდება ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ ვიკრიბებთ ყველანაირ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ნოუთბუქები ახსენეთ რომ სთავაზობთ მომხმარებელს თქოთ იგივე პირველი აქცია ვინც პირველ დღეს ანუ დღეიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე ვინც მოვა და თქვენთან შეიძენს ნოუთბუქს ნახევარფასად აძლევთ ASUS-ის ტაბს ნოუთბუქების არჩევანი როგორია თქვენ ბრძანეთ რომ 500 ლარიდან იწყება და ზევით და გააქვთ აი ტექნიკური მახასიათებლებით ძლიერი ნოუთბუქებიც? რა თქმა უნდა, გვაქვს ტექნიკური მახასიათებლებით ძლიერი კომპიუტერი. ჩვენი კომპიუტერები სარგებლობენ, ასე ვთქვათ, რუსთავის საინჟინერო ფირმები, ყველანი, რომელსაც ჭირდებათ ArchiCAD, AutoCAD და ძალიან ძლიერი პროგრამები, ნებისმიერი მონაცემის კომპიუტერი შეგიძლიათ ჩვენთან იყიდოთ. გნებავთ მხოლოდ საოფისეთ, გნებავთ მხოლოდ ინტერნეტისთვის და ყველაზე უფრო ძლიერი პროგრამებისთვის, ყველაზე უფრო ძლიერი თამაშებისთვის, i7-ის პროცესორი და ასე ვთქვათ, ძლიერი მონაცემები ჩვენთან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. თუ შეგიძლიათ გითხრათ i5-ზე ან i7-ზე, ცოტა ძლიერი მახასიათებლებით საშუალო ფასი დაახლოებით რა არის? საშუალო ფასი i5-ზე, i3-ით შეგვიძლია. i3 არა, მოდი i5 ან i7. ან მან განსხვავება არის, რა თქმა უნდა, პროცესორებშიც. და მე ვამბობ ტექნიკურად ცოტა ძლიერი. მოდი ასე ვთქვათ, გრაფიკული მაჩვენებელი 1000 ლარიდან ზემოთ უკვე თქვენ შეგიძლიათ ძლიერი კომპიუტერი შეიძინოთ. i7-ის კომპიუტერი ამ ჟამად ჩვენს ქსელში დაახლოებით 1600 ლარიდან იწყება ფასი. გააჩნია იქ როგორია i7-ი, რამდენი აქვს ოპერატიული მეხსიერება და ასე შემდეგ, მაგრამ 1600 ლარიდან უკვე თქვენ შეგიძლიათ i7-ის პროცესორზე შეიძინოთ კომპიუტერი. i5-ს რაც შეეხება ძალიან ძლიერი მახასიათებლებით 1000 ლარიდან დაახლოებით 1500 ლარამდე მერყეობს მისი ფასი. სმარტფონების კუთხით რა ხდება? არჩევანი დიდია თუ რაღაც შეზღუდული რაოდენობით არის ბრენდები? არა, არჩევანი საკმაოდ დიდი არის. ანუ რაც გვხდება ძირითადად მოთხოვნა რაც არის ბაზარზე, ისეთი ბრენდები შემოგვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მოთხოვნას მხარი აუბათ, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოითხოვოს ჩვენმა მომხმარებელმა, ჩვენ მზად ვართ რომ შემოვიტანოთ ის სმარტფონი და მას ყველაზე დაბალ ფასად მივყიდოთ, ასე ვთქვათ. როგორც უკვე ახსენე, სმარტფონებს გვაქვს ყველაზე დაბალი ფასები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არის, ჩვენი target market-ი, ასე ვთქვათ, არის მხოლოდ მომხმარებელი. ვიცით, გვესმის რა სოციალური და ეკონომიკური ფონი არის ამჟამად საქართველოში, ისიც გვესმის, რომ ტექნიკის გარეშე არაფერი შეიძლება. უკვე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი. დიახ და ასე რომ ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს და ფასები ყველაზე დაბალი გვაქვს. ოფიციალური გარანტიით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აქვთ ხოლმე მომხმარებელს კითხვები, რომ იცით ეს მე ჩინეთშია აწყობილი, სამწუხაროდ 90% ტექნიკის ჩინეთშია აწყობილი, იმიტომ რომ იქ მოშახელი უფასო არის, უფასო არ არის, იაფი არის, მაგრამ გარანტია აქვს ოფიციალური, ეს არის დიზაინერებული ევროპაში. ჩვენ ოფიციალური გარანტიით ვყიდით ჩვენ სმარტფონებს. ანუ როგორც კომპიუტერულ ტექნიკაზე ახსენეთ, ასევე დაბალი ფასები არის დაპირებული მომხმარებლისთვის თქვენი მხრიდან სმარტფონებზე, ხო? და აი არ მინდა რომ კიდევ გამეორე, რომ აი უბრალოდ შეატარეთ და გაუგნდებით ისეთი სხვაობა არის ფასებში. ამ შედარებისთვის თუ თქვათ ვინმე ჯერჯერობით ვერ მოახერხებს და ვერ მოვა მაღაზიაში თბილისში ან რუსთავში, ვებგვერდი თქვენი რაც ახსენეთ, იქაც ხო შეუძლია შევიდეს და ფასები შეათვალიეროს. რა თქმა უნდა, იქაც შეუძლია გავიმეორებ, ეს არის www.job.g. ნებისმიერ დროს შევბრძანეთ ჩვენს საიტზე, ნახეთ რა ასორტიმენტი გვაქვს, ნახეთ როგორი ფასები არის. აქსესუარების მხრივ არჩევანი თუ იქნება დიდი კურსასმენი მაუსი ყოველთვის ძალიან დიდი გქონდა და ვაპირებთ რომ იგივე შემართებით იყო და აუცილებლად დიდი არჩევანი გვექნება. იქნება ეს headphone, იქნება ეს flash მეხსიერება, ნებისმიერი აქსესუარი რაც კი კომპიუტერს შეიძლება დაჭერდეს. პადი, მაუსი და ასე შემდეგ. ანუ ესეც გაქვთ და ალბათ ესეც იაფად. ძალიან იაფად. გაუგნდებით იმდენად იაფად.
გასაგებია. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედაქალაქში. მომხმარებელს უსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი მაღაზია იყოს და შესაბამისად ფასების კონკურენცია უფრო მკვეთრი იქნება და უფრო დაბალ ფასად იქნება ხალხს შესაძლებლობა შეიძინოს კომპიუტერული თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაც ეგზომ ყოველდღიური იქერა და ბუნებრივი გახდა თანამედროვე ადამიანისთვის. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. გადაცემა ტერაბაიტი სავარაუდოდ განსაკუთრებულ ფორმატში გავა მომავალ ხუთშაბათს ეთერში ჩვენი სპონსორის ჯეობიტის თბილისში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჯეობიტის მაღაზია იხსნება თბილისში ზუსტად ერთი კვირის თავზე, ნაშვადღებს უკვე ამ დროს მგონი გახსნილი იქნება და გვაინტერესებს ვინ იქნებიან იღბლიანი მომხმარებლები, რომ აქციებში მოხვდნენ და რაც შეიძლება იაფად წაიღონ ჩვენი ტექნიკა და პლანშეტებიც ვაჩუქოთ და მომსახურების ბარათებიც. გასაგებია, დიდი მადლობა. ნახვამდის გადაცემა ტერაბაიტი ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებად. პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე.